ჯანდაბა იანა დღეს ჩამეძინა და საერთოდ დროც არ მქონდა რომ მოწესრიგებულიყავი და თან მაკიაჟი ძალიან მეშინია რომ სმაილმა ამ მდგომარეობაში არ დამინახოს. შენც უნდა გამოცოცხლდე. დიანა, შემომხედე, ყველაფერი იგივეა ჩემთან, ისევ გასიებული ვარ და თვალების ქვეშ ჩალურჯება მაქვს. ძალიან მეშინია რომ ბროვას კი შეწყვეტს ჩემს სიყვარულს და აღარ შემომხედავს. მართალია. ჯანდაბა ნეტა არ მნახოს დიანამ დღეს ჩამეძინა და საშინლად გამოვიყურებ. ხო, მეც ჩამეძინა, არ მინდა იანამ ვნახოს, თორე გადავუყვარდები. წავიდეთ მალე რომ მოუწესრიგდეთ. ვაიმე, მორჩა. ვაიმე, კალაკბურთელები. მოდი, აქ უნდა დავიმალოთ. ჩხარა, შემოდი. მიდი. სმაილ, დაკეტე კარები რომ არავინ არ შემოვიდეს. კარგი სმაილ, მალე გააკეთე, არ მინდა იანას შევხვდი ასე მახინჯი. ბრაუს, რას გააკეთებდი ჩემს გარეშე? ყველა მაგიური ჯოხი აქ მაქვს რომ მოგაწესრიგო. სმაილ, მიდი, მალე ვერ უყურებ ჩემ თავს. ყველაფერი იქნება ახლა. მოკლედ, ეს თვალისთვისაა, კანს ატენიანებს და სისხლშაქცევებს აშორებს. ხო, მე მაქვს სისხლშაქცევები. სმაილ, და ეს რისთვისაა? ეს შენთვისაა, შენი ტუჩები ძალიან მშრალია, ბევრს კოცნი. სერიოზულად, მშრალი? სმაილ, და ეს ბრჭყვიალები რატომაა? გოგოებისთვისაა? ეს მოსაშორებელი მასკაა და ჩემთვისაა. ისე ჩაინიშნე, რომ ჰიგიენური ტუჩსაცხი გამოიყენო, თორემ ტუჩები გაგიშრება. აჰა, სმაილ, მიდი, გამიკეთე ყველაფერი ახლა. ჯანდაბა იანა, ეს გაიგე? ხო, აქ უნდა გამოიყენონ ყველაფერი, რა უცნაურია. არა, იანა, მათაც რცხვენიათ საკუთარი გარეგნობის ისევე როგორც ჩვენ. ხო, თან გაიგე, ჰიგიენურ ტუჩსაცხსაც იყენებენ. ხო, ძალიან კარგი. კარგი ბრაუს, გინდა დალურჯებები მოგშორდეს? აჰა. ვაუ, ცივია. კიდევ ერთი. მიდი, კარგად დაადე, რომ ყველა ჩალურჯება მომშორდეს. მაშინ ჩუმად იყავი, მეც უნდა მოუწესრიგდე. ჰეი, და ტუჩებზე? ჩემთვის მინდოდა გამომეყენებინა, მაგრამ მეგობრისთვის არა უშოვს. სულ ესაა 15 წუთი. ჰეი, რანაირად უნდა ვილაპარაკო? ბრაუს, ჩუმად იყავი, ნიღაბი უნდა გავიკეთო. დიანა, არ გაიცინო, თორემ გაიგებენ. დაინახე ბროვასტი თავისი ნიღბით და ტუჩებით. ჯანდაბა, სმაილი კი დაინახე? ხო, არ მეგონა ასე თუ უფრთხილდებოდნენ საკუთარ თავს. ხო, მართლა შეხედე, ბრჭყვიალები აქ ბზინავს. ჯანდაბა, დიანა, ისინი აქ საკუთარ თავს უვლიან და ჩვენ როდის უნდა მოვუაროთ? ახნეთ არ შემოსულიყვნენ. ხო, და რა მოხდება ახლა? დაგვინახავენ უშნოებს და აღარ ვეყვარები. კაი, სმაილ, მაგარია, მე მომწონს. სმაილ, მწვრთნელი რეკავს. გამარჯობა, დიახ, მწვრთნელო. კარგი, 10-15 წუთში ვიქნებით. რატომ 10 წუთში არ არის დატენიანებული? ახლა სავარჯიშოთ? კარგი, ახლავე ვიზამთ. ბროვას ვარჯიშისთვის იჩქარე. ასე რანაირად უნდა წავიდე? მწვრთნელმა დარეკა და ახლა ვიაქ იყავითო. ერთად წავალთ და დარბაზამდე მოვიხსნით. ჩქარა, წავედით. სმაილ, ვინმემ რომ მასი დაგვინახოს, სირცხვილი იქნება. წავედით. ბროვასთ, წავედით. ბიჭებო, შეხედეთ, ჩემი კიკინა როგორ გაიზარდა. მე მალე დრედები უნდა გავიკეთო. ბიჭებო, გაჩერდით, ვინ არიან ეს ლამაზმანები? არ არიან ლამაზმანები, კალათბურთელები არის. ერთი იანასია, მეორე დიანასი. ბროვასთ, შენ რატომ იმალები? თქვენ რაზე იცინით? რამე პრობლემა გაქვთ? მიდი, გააგრძელეთ. ჩვენ თავებს ყურადღებას ვაქცევთ თქვენგან განსხვავებით. მოდი, ბროვასთ. წარმოუდგენელია, ეს არის დიანას შეყვარებული. ხო, ბროვასთ, შეხედეთ, რა არის, როგორი ტუჩები აქვს. ეს ჩემი ტუჩები არ არის, ტუჩების ნიღაბია. დატენიანება. ხო, რა თქმა უნდა დატენიანება. ზედმეტად ბევრჯერ აკოცე ჩემს დიანას და ტუჩები დაგიზიანდა, ხო? მოიცადე, სმაილ, შენი ტუჩები კარგია, ესე იგი დიანას არ კოცნი. რანაირად არ კოცნი, უბრალოდ ჰიგიენური პომადა მაქვს. ჯანდაბა, მეზიზღება, განსაკუთრებით ის ბრჭყვიალები. წამოდი, დიმა, დამშვიდდი, წავიდე. რანაირი ბიჭები ხართ, ნაჭრებით თვალებზე და ვარსკვლავებით ცხვირზე. ჯანდაბა, თავი შევირცხვინეთ. არა, ჩვენ ნორმალურები ვართ, უბრალოდ ჩვენს თავს უვლით. წავიდეთ დარბაზში. აღარ ვიცი ამ კალათბურთელს მალე რას უზღო. ხო, წადი, არავინ არ გაკავებს, გააკეთე რამე. სკოლის მერე გავალ და გავაკეთე. ესე იგი კალათბურთელებმა თავი გამოაჩინეს. ხო, კალათბურთელები, მაგრამ გოგოებივით იქცევიან. მოიცადეთ, მეგობრებო, გამახსენდა, დედა ჩემიც იყენებდა ეგეთ სახუებს ცხვირზე შავი წერტილებისთვის. მეგობრებო, დაცინოდით იქ კალათბურთელებს. ეგ უცნაურია, მეც ვიყენებ ეგრე კრემს, რა მოხდა? მორჩა, წავედით კლასში. ვაიმე, ძლივს, თორემ დავიღალე საერთოდ აქ ჯდომით. ხო, და რაღაცნაირად უცნაურიც არის, ბიჭები, მასკები. ხო, მათზე ბევრი რაღაც გავიგეთ. კარგი, წავიდეთ კლასში. წავიდეთ. მისმინე, დიანა,
ძალიან მაინტერესებს როგორი იქნება ბიჭების კანი ნიღბის შემდეგ. ხო, მეც ძალიან მაინტერესებს. კარგი, გაკვეთილის მერე აქ შევხვდებით მე და შენ და წავალთ ვნახავთ იმათ. კარგი, წავედით. გამარჯობა ბავშვებო. გამარჯობა ბანდა. Яна შემოვიდა. ხო, მის გარეშე რა კარგი იყო. წადით თქვენს კალათბურთელებთან. ბოდიში თქვენს გოგო კალათბურთელებთან. ჰეი, არ მესმის რატომ დასცინით ჩემ ბროვასტის? თორემ ახლა იცოდეთ ვინმეს დავარდღავ მართლა. უი, яна, არ ვიცოდით რომ შენ შეყვარებულ ბროვასტის ნიღბებს ვსადებდი ტუჩებზე და თვალებზე. ხო, яна, ჩემი აზრით მის სილამაზეზე გიждები. კარგით რა ბავშვო, მე არაფერს არ ვადებ. საერთოდ საიდან დაინახეთ ნიღაბი? იხვევივით და დიანა მთელი სკოლის გარშემო. კვაკ, კვაკ. არაფერი სასაცილო არ არის. თავის თავს უვლის და თან ყოველთვის კარგი სუნი აქვს. თქვენნაირად კი არ ყარს. უი, გამარჯობა. ახალი ამბები გაიგეთ? ხო, დიანა, რა მაგარი შეყვარებული ყოლია კალათბურთელი. რა ამბები? რა უნდა გამეგო? ხო, იანა, არაფრის გამო მიმატოვე. შენი კალათბურთელი არ არის ის, რასაც ამბობს. ხო, სკოლაში მაკიაჟით დადის. მათზე ისედაც არ ვფიქრობდი და ახლა საერთოდ. მათ გამარჯობასაც აღარ ვეტყვით. დიმა, ჰიგიენურ ტურსაცხზე მითხარ. ხო, და ჰიგიენურ ტურსაცხს იყენებს. ხშირად კოცნით? აი, თურმე რა გაინტერესებს დიმა? კი, დიმა, კი, კოცნით, უკეთესად გრძნობ თავს. ჟანდაბა დიმა, ჯობია ამაზე არ ილაპარაკო, შეხედა როგორ ტრაბახობს. მოკლედ, მივხვდი რომ გოგოებს რო ასიამოვნო, შენ თავს უნდა მოუარო. ნიღაბები, სახვევები, ასე შემდეგ. ანუ არტემ შენც იქ მიდიხარ? გინდა რომ ერთმანეთს დავშორდეთ? აბა ცადიან აღარ იყავი ჩემი მეგობარი. რატომ აწუხებ? კოსმეტიკა ყველამ უნდა გამოიყენოს. გოგოებო, როგორი ბიჭები გირჩევნიათ, რბილი თუ უხეშიკანით? მე მომწონს ბიჭები უხეშიკანით. უი, მე ჯული, მე ბიჭები მომწონს რომლების კარგად ულიან თავს თმაც. ხო, მათი ყურება უფრო სასიამოვნოა, ვიდრე იმათი, ვისაც, რა ვიცი, შუბლზე მუწუკი აქვს. ხო, დიმა, აი ზუსტად მაგიტო დაგშორდი, თავს უნდა მოუარო. რას გულისხმობ დიანა, თავს უვლი. ყოველთვის სუფთა ვარ და კარგი სუნი მაქვს. ხო, დიმა, სუფთა ხარ, მაგრამ სახის ნიღბებს არ იკეთებ და თან რომ გაგეკეთებინა, აღარ გექნებოდა არც ერთი მუწუკი შუბლზე და სახეზე. კარგი, დავხუროთ ეს თემა. ჩემი გამონაყარი არ მოგწონს, კალათბურთელი გინახავს? ხო, დიანა, ნიღბებიც და ნიღბების გარეშედაც არის გამონაყარი. ხო, დიანა, მხარს გიჭერ, მაგრამ ჩემი სახე გინახავს? მეც ვიკეთებ ნიღაბებს. ყოჩაღარტემ პატივს გცემ. ნასტია. რა? სახის ნიღაბი თან გააქვს? დიმა, სასაცილო ხარ, არ მაქვს. გრუშა, შენ გააქვს? არა, დიმა, არ მაქვს. დიმა, მე მაქვს სახის ნიღაბი, გინდა? დაიტოვე შენი ნიღაბი შენთვის. არტომ გავიგე რომ ნიღაბებს აკეთებ. ერთ წელს მომცემ, იქნებ დამიბრუნდეს დიანა. მთლიანი გარდერობის სავსე მაქვს ნიღაბებით, დასვენებაზე ერთს აგარჩევინებ. არტომ, ეს ტუჩებისთვის არ გააქვს? ისე გძვირიანია, მაგრამ ერთ წელს მოგცემ. შევთანხმდით, დასვენებაზე ნიღბებს ვიკეთებთ. ვაუ, ამას მოშორდით, მე მოგცემთ ყველაფერს. არტემ საუკეთესო მასკა მჭირდება და მე ეს მჭირდება ტუჩებზე. არტომ, მიჩქარე, მე მშია. პატრიკ, დავიღალე შენით და შენი ჰოტდოგებით. კარგი კოსტა, ეს შენთვისაა. ვაუ, ტუჩები. კარგი დიმა და ეს შენთვის. ვაუ, ნიღაბი, ლამაზი ვიქნები. მეგობრებო, აქ რას აკეთებთ? ჰოტდოგებს ხო არ არიგებთ აქ? და ეს შენთვისაა. არა, რა ვაქცინა? არტემ, ეს რა არის? არაა ვაქცინა, ყველაზე ძვირიანი სახის ნიღაბია. აიღე, მეგობრებო, გადავწყვიტეთ რომ იმზიდველები გავხდეთ. ხო, ნიღაბს გავიკეთებ და დიანას შევუყვარდები. ვა, იანას აუცილებლად შევუყვარდები. ჰეი, არტემ, შუაზე გაყავი. კარგი. მეგობრებო, ნაკლები სიტყვები, ნიღაბი დაიდეთ. როგორ უნდა გამოვიყენო ეს ნიღაბი? დიმა, გამოაძვრინე და სახეზე მიიკარი. არტემ, ამით რა უნდა გავაკეთო? რა უნდა გააკეთო? მიიკარი. აბა დიანა, წავიდეთ? ხო, წავიდეთ ჩვენს კალათბურთელებთან. სმაილ, ტუჩებს ვეღარ გძნობ. ბროვასტ, ყველაფერი კარგადაა. სმაილი, ბროვასტ, გამარჯობა. ძალიან კარგად გამოიყურები. საკმარისად გეძინა? რა თქმა უნდა, კარგად გამოვიძინე. კარგი გოგოები სასადილოში არიან, ხო? ხო, მე ჰოტდოგი მინდა. ბროვასტი, წამო, ჩვენც მან წავიდეთ. ვა, ნახეთ, რა ლამაზები არიან, კი, მართლა ლამაზი ბიჭები არიან. ხო, თავს უვლიან. მართლა ლამაზები არიან. კარგი გოგოებო, წავიდეთ კაფეტერიაში? წავიდეთ. როგორი სასიამოვნოა. მეგობრებო, ჩემი ქაფიანია. მე გძნობ ტუჩები როგორ მიდიძდება. მე კიდე მტაცებლად გძნობ თავს. მეგობრებო, ხო გითხარით თავის მოვლა მაგარია. შეხედეთ როგორი დამამშვიდებელია. ბროვასტ, რას გძნობ აბა? აჰა. დიანა, რას შეჭამ? ჰოტდოგს თუ ბურგერს? მე ჰოტდოგს შევჭამ, კარგი, მე ბურგერს. დიანა, მცნობ თავის მოვლა დავიწყე. მე აკნე უნდა მოვიშორო. მე ტუჩებს ვერ ბილებ. იანა, მე გამტაცებელი ვარ. მე თოჩემო.
გოგოებო, ამათ არ შეხედოთ. დიანა, არ შეხედო, რანაირი ბიჭები არიან, გოგოები არიან, რომლებმაც სახეზე რაღაცეები მიიგრეს. დიანა, კარგია რომ დიმა მიატოვე, როგორი ბიჭი იკრავს ნიღაბებს. მაგრამ სმაილი, მოიცადე შენი საერთოდ არ მესმის. რა არის გაუგებარ? ისინი სილამაზით არიან გატაცებულები. ბიჭები არიან და არა გოგოები, ნიღბები რომ გაიკეთონ და ტუჩები დაირბილონ. ბროვასტი, მე შენი არ მესმის. სმაილი, ფიქრობ რომ ეს ცუდია? რა თქმა უნდა, მე რომ ნიღაბი გავიკეთო, არასდროს. განსაკუთრებით ტუჩები საშინელებაა. რაც გულისხმობთ გოგო კალათბურთელებო, ისედაც მთელმა სკოლამ იცის რომ ნიღბებს ატარებ დარბაზში წასვლამდე. გასაგებია, რას გულისხმობთ? ხო, სმაილი, სხვათა შორის საპირფარეშოში დაგინახე ნიღბით. ხო, ბროვასტი, მეც დაგინახე ტუჩის ნიღბით. და სხვათა შორის ბიჭებო, ეგ ნორმალურია, ძალიან კარგია რომ საკუთარ თავს სულით. ხო, ძალიან გამოსადეგი და მართლა ძალიან კარგია. ხო, დიანა, მაგრამ მე უფრო ვუვლი თავს ვიდრე ეს. იმ სმურფისნაირად არ ვარ. გასაგებია. მოუარეთ საკუთარ თავს. ბავშვებო, ძალიან კარგია. დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დააჭირეთ ზარს. აბა, კარგად. კარგი, ესე იგი მორიგეები, ვაჩვენოთ ამ პატარებს როგორია ნამდვილი სისუფთავე. ხო, მოდი გავაკეთოთ. პატრიკ, დამიბრუნე, არ არის სასაცილო, პატრიკ. ხედავ ამას, ველურები. სიტყვაც არ მაქვს. კარგი რა, საკმარისია. მეგობრებო, დამშვიდდით, დაუბრუნეთ ჩანთა, ვერ ხედავ ჯიჯი ნერვიულ. აჰა, ახლავე, არტემ დაიჭირე. კარგი რა, დამიბრუნეთ. ხო, ჩუმად იყავით, სკოლაში ხართ, თქვენ სეზონში კი არა. დაუბრუნე მას ჩანთა და დამშვიდ. ჩვენ დღეს მორიგეები ვართ და ამ სკოლაში ყველაფერს მოვაწესრიგე. და შენ გედო, შავში, შენი ყველა შიში დაკარგე? მე ვარ შავი გედი, შენ თავს შეხედე, გედო. ესე არ უნდა მოიქცე პატარა. კარგი, საკმარისია რა, დამიბრუნეთ ჩანთა. მადლობა, ბროვასტი. კარგი, ვინ არის გედი? ვინ? შენ ხარ გედი. კარგი, ეს შენ თვითონ მოითხოვე. ბროვასტი, მიდი დაარტყი, ძალიან სულად იქცევა. არ ილაპარაკო შენ საერთოდ. გარეთ გავიდეთ? ამ სკოლის წესებს კარგად აგიხსნი. გავიდეთ გარეთ. თან იანაზეც შეგვიძლია ვილაპარაკოთ. არტომ, დამშვიდდი, ახლა მართლა ცუდად იქცევი. არტემ, ნუ იჭრები, შანსია რომ ეს სიტუაცია მოაგვარო, რაც დიდი ხანია მინდა. და შენზე რა, თვალები აიხვია და მაგრობას თამაშობ? ბავშვო, შენ ვის ელაპარაკები, მე? მე? ხო, მე მელაპარაკები? არა, მე მას უთხარიე. კარგია ბავშვო, ახლა დაიკარგი აქედან. კარგი ხო, მესმის, მივდივარ. გოგოებო, ვაიმე, არ ვიცი რას უზავ მასწავლებელს. გუშინ მიყვირა. წარმოგიდგენიათ საერთოდ? ხო, ლეილა, გიჟი არის ეგ ქალი. ხო, მან ორიანი დამიწერა, არა და მთელი ღამე ვსწავლობდი. ეს ვის გაუგია საერთოდ? ხო, ვაიმე, ყველა მასწავლებელი ეგეთია. იდენტურები არიან. რა, ეს ახალი მასწავლებელი ფიქრობს რომ მაგარია ჩვენი დაჩაგვრით? კარგი რა. ო, გამარჯობა, აი ეს კალათბურთელი ძალიან მიმზიდველია. არ გინდა რომ დაეხმარო აქედან გასვლაში? მომისმინეთ თქვენ, მე ყველას დაგელაპარაკები. ხო, მართლა ბროვასტი, ერთი ამას შეხედეთ რა. ეს არის ყველაზე მთავარი ღორმუცალა, უყურე. სიჩუმე იყო სკოლაში, მარტო კი არ დაიგვიანი, ახლა ყვირი ხარ. ხო, ეს გიგია საერთოდ რა. შენ ვინ ხარ საერთოდ რომ გვითხრა რა გავაკეთოთ? შეხედე რა მაგარი ბიჭია, ახლა მოვიდა სკოლაში და უკვე ტრაბახობს. არა უშავს დიმა დამშვიდდი 3 თვეს და სკოლას დაამთავრებს, მერე ჩვენს განკარგულებაში იქნება. მაგარია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია რომ შემდეგი წლისთვის არ დარჩნე. ჩემი არავის არ გესმით? მოკეტე შენი პირი. ჰეი, და რო არა, მერე რას იზავ რა, თავი ძალიან მაგარი გონია? სხვათა შორის ჩვენ შენაირად სტუდენტები ვართ. ხო, უყურე ერთი ამ კალათბურთელებს, რა გინდა აქ საერთოდ წადი და ივარჯიშე რა. და მე რას ვაშავებ აქ? დღეს მე ვარ ამ სკოლის მორიგე და მე რასაც ვიტყვი, იმას უნდა აკეთებდეთ. ჯანდაბა, ეს რა შეხვედრა მოაწყვეთ აქ? იქნებ რაღაც მოხდა, ყველა აქ რადგან არის. არა, არაფერი არ მომხდარა. არა, უბრალოდ ეს მორიგეები თავის თავს ედმედ უფლებას აძლევენ. მოვალეობა, ბიჭებო! მე უკვე გაგაფრთხილეთ. ხომ გაგაფრთხილათ? ბროვასტი, როგორ ხარ? სმაილი, გამარჯობა, რა მაგარია შენ და ბროვასტი დღეს მოვალეობაზე რომ ხართ. ეგ ნიშნავს რომ მე და იანა ყველაფერს გავაკეთებთ რაც გვინდა. მაგას გულისხმობ, ყველაფერი შეიძლება. ესე იგი, ბავშვებო, საპირფარეშოები არ დატბოროთ და ნიჟარსაც ყურადღება მიაქციეთ. იცინეთ, რამდენიც გინდათ.
მაგრამ გოგოებო, კარგად მომისმინეთ, იცოდეთ ტუჩსაცხით სარკეებზე გულებს ნუღარ ხატავთ და სხვათა შორის მერხების ქვეშ კევის მიკრობაც უკვე საკმარისია, არა? გაიგეთ ხო ყველაფერი? ვაიმე, გოგოებო, დიანას შეხედეთ რა, რამდენს ბედავს საერთოდ. ხო, თქვა რომ საღეჭირეზინი არ მიაკროთო და თვითონ ეგრევე გააკეთა. უბრალოდ ტრაბახობს, კალთბურთელებთან დაიჭერა საქმე და ახლა გონია რომ ყველაფრის უფლება აქვს. ხო, და მაინტერესებს დარაჯირა სიტყვის, თავზე ხელს გადაუსვამს? იცი დიანა, ძალიან საყვარელი იყავი, ასეთი თავხედობა არ გიხდება. დიანა, მე ყველანაირად მხარს გიჭერ, არ ინერვიულო. ხო, და სკოლაში ნუ იფურთხებით. ჰეი, იანა, ჩემს ფეხებზე რას აკეთებ? მიდი, მოწმინდე. მის მინიარტემ მოკეტე, თორემ ბროვასტი ახლავე გაგისწორდება. არა, სკოლაში შეფურთხება არ შეიძლება. ახ, ბროვასტი, რა ხუმარა ხარ? აბა, სმაილიკ, დღეს რადგან მოვალეობაზე ხარ, მე ვიქნები შენი ასისტენტი. დიანა, დღეს მე ვარ მორიგე სკოლაში და ყველაფერი წესების მიხედვით იქნება. ახლა კი აიღე ეს კევა აქედან. სმაილიკ, რას აკეთებ? მე დიანა ვარ. ვიცი რომ დიანა ხარ, ახლა მოაძვრე კევა. სმაილიკ, ეგრე ნუ ხუმრობ, თორემ იფიქრებენ, რომ მართლა მეუხეშები. არ მადარდებს რას იფიქრებენ. წესები ყველასთვის ერთი და იგივეა. საღეჭირეზინა. სმაილიკ, რას აკეთებ? ამას შენგან არ მოველოდი და თუ არ მოვაძრე? თუ ახლავე არ მოხსნი იცოდე შუბლზე მიგაკრავ. კარგი სმაილიკ, ყველაფერი გასაგებია. კოსტა, ეს დაინახე, მაგათი ურთიერთობის დასასრულს ყავს. შეხედე თავის ადგილზე როგორ მიაყენა? მისმინეთ გოგოებო, დიანას ისე უყვირა, მე მგონი არ აქვს საერთოდ სიყვარული. არა ლეილა, ეგ შენ გეჩვენება, უბრალოდ დღეს ძალიან მოწადინებულია. ხო, უნდა რომ ყველა მიუყვეთ წესებს. სერიოზულად ბროვასტი, ყველა გვიყურებს. ძალიან დიდი სირცხვილია, კარგი რა? იანა, მე სერიოზულად ვამბობ, მოწმინდე შენი ნაფურთხი. ბროვასტი მრცხვენია, რატომ იკეთებ ამას? და ჩემი ფეხიც მოწმინდე, რომელზეც შემაფურთხე. იცი რა ბროვასტი, შენ მე მთელი სკოლის თვალწინ შემარცხვინე, ამიტომ ჩვენ შორის მორჩა. იცი რა სმაილიკ, მეგონა შენსავით მაგარი ვიყავი, მაგრამ მე მიხვედი და ამ ყველას თვალწინ დამამცირე, ამიტომ ახლა შენზე ძალიან გაბრაზებული ვარ. დიანა, მან მთელი სკოლის წინაშე შემარცხვინა, საკუთარი ფურთხი გამაწმენდინა, დაინახე? და იანა, შენ დაინახე მე როგორ მიყვირა სმაილიკმა? ყველას თვალწინ დამამცირა. ძალიან შემრცხვა. დიანა, მე მგონი ეს დასასრულია. ძალიან შემარცხვინა. იცი რა, ამის შემდეგ არც კი შევხედოთ მათ. საერთოდ იფიქრონ საკუთარ საქციელზე. გეთანხმები, წავიდეთ. არტემ, იანას გვერდით უნდა დამდგარიყავი, თქვენ ერთად იყავ. არ მადარდებს, ის მე დამშორდა, დასრულებულია. კარგით ახლა, ყველა მომისმინეთ. ჩვენ დღეს მორიგეები ვართ და არავისე გამონაკლისი არ იქნება. ამიტომ დღეს სკოლაში უნდა იყოს სიმშვიდე, წესრიგი და დისციპლინა. გესმით? იცი სმაილ, ცუდ დღეს დაგაყრიდი დიანას გამო, მაგრამ მორიგე ხარ, გაგიმართლა. კარგი, გვესმის შენი. ხო, შეიძლება წავიდეთ ახლა კლასში. ხო, უკვე დრო არის, იჩქარეთ. შენ აქ რატომ ხარ? შენს გეხება ეს. არტომ, წავიდეთ. ხო, მე მივხედავ მაგათ. კარგი ბროვასტ, მაგარია, დავაყენეთ ხო სკოლაში წესრიგი. აჰა, მაგრამ ალბათ ჩვენი გოგოები შეურაცხყოფილები არიან. რა, შეურაცხყოფილები? არაა საჭირო კევის მიკვრა და გადაფურთხება. მაგრამ სმაილს ედმეტი მოგვივიდა, ალბათ ბოდიში უნდა მოუხადოთ. ბროვასტი, მე არ მოვიხდი ბოდიშს. დაიცადე და ნახავ როგორ დაუბრუნდება დიანა დიმას. ისე ხო, წავიდეთ, ნახოთ, მოვაგვაროთ ეს ყველაფერი, წავედით. იცი რა არ მესმის იანა, ჩვენ მათ უხვდებოდით, ძალიან გვიყვარდა და ისინი სანაცვლოდ რას გვიკეთებენ? ოუ, კარგი რა. ახ, დიანა, მე მგონი მათ საერთოდ არ ვუყვარვართ. არ ვიცი. რომ ვყვარებოდით, ასე ძალიან არ დაგვამცირებდნენ. ხო, მე არ მომაწმენდინებდა ჩემს საკუთარ ფურთხს და მე არ მომაძრობინებდა იმ საღეჭრეზინს. სმაილ, იქ უნდა შევიდეთ, ჩვენგან შეურაცხყოფილები იყვნენ და მერე რა, ჩვენ ბოდიშს მოვიხდით. არა სმაილ, არა მგონია გვაპატიონ. კი, გვაპატიებენ. ისე მე საჩუქარიც მომამზადე დღეს დიანასთვის. სმაილ, რანაირი საჩუქარი? აი ეს, ფული დავხარჯე, ლუი ვიტონი უყიდე, როგორც კი ამას ნახავს, ეგრევე მაპატიებს. ხო, გაპატიებს, მაგრამ მე რატომ აპატიებს იანა? არ მაქვს ლუი ვიტონი. არა უშავს, შეგიძლია უთხრა რომ შეუკვეთე და ხვალ ჩამოვა. და ხვალ რანაირად მივიხებ? ხვალინდელი დღე უნდა დავივიწყოთ. კარგი, მოდი ვცადოთ, მოგვარებულია. და ახლა რა უნდა ვქნა? დიმას უნდა დავუბრუნდე? და მე არტემს? ახ, არ მინდა, არც მე არ მინდა. ძალიან მაგრები ვიყავით კალათბურთელებთან ერთად. რამდენი ცრემლებია? ხელსახოცი არ გჭირდებათ? რა? ვინ თქვა რომ ვტირით? ხო, უბრალოდ თვალში ჩაგვივარდა რაღაც.
ესე იგი სიმშვიდე, მეგობრობა, კევის ღეჭვა, შეყვარებულობა. არ ვიცით. კარგი გეყოთ, უბრალოდ მორიგეები ვართ და სკოლა წესრიგში უნდა დავაყენოთ. და კევის კედელზე მიწებება და იატაკზე დაფურთხება არაა კარგი, გოგოები ხარ. ხო, ჩვენ გოგოები ვართ, მაგრამ თქვენ ჩვენი შეყვარებულები ხართ და ასე არ უნდა დაგემცირებინეთ. ხო, უბრალოდ გვინდოდა რომ გვეჩვენებინა რომ მაგრები ვართ და ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია და თქვენ დაგვამცირეთ. ანუ რიგდებით თუ არ რიგდებით. უნდა დავფიქრდეთ. დიანა, რა არის ამაზე საფიქრალი? ისე დღეს საჩუქარი გაგიმზადე. ლუი ვიტონი. რა? საჩუქარი? ჩემთვის? ლუი ვიტონი? შენ მე საჩუქარი მიყიდე და მე აქ ვზივარ და ვტირი ვარ. სმაილიკ, რა თქმა უნდა გაპატიებ. პროვასტი, ჩემი საჩუქარი სად არის? გუჩი მიყიდე? არა იანა, უბრალოდ შევუკვეთე, ხვალ ავიღებ ფოსტაში. პროვასტი, რა კეთილი ხარ, გულუხვი. ყოველთვის ვიცოდი რომ საუკეთესო იყავი, მიყვარხარ. ბავშვებო, დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ზარს დააგერეთ. და ჩვენ შევრიგდით, მოგვილოცეთ.